Მოგვიყევით, აბა, თქვენ შესახებ. აი, როგორ შეუღლდით? მე ვარ წარმოშობით ოზურგეთელი. დიახ. არის ასეთი სოფელი ვანის ქედი. დიახ. მამა ადრე დამოუკვა ომში, ძალიან ძიმე ბავშვობა გავიარე. 93 წლის ვარ, ბებია ახლა 31 წელში დაბადებული ვარ. ძალიან დუხჭირი ცხოვრება გავიარე, ბავშვობიდან მახსოვს, ძალიან მწარე დღეები, რომ ომხი ეკონომიურად, მაგრამ მახსოვს ადამიანების სიტყვა, მეგობრობა, ურთიერთობა, სიყვარული. მათ შორის ალბათ თქვენი მეუღლისაც. ჩემი მეუღლე გავიცანი, მე ვიყავი მაშინ პომბაშის რაიონიდან, ქედის რაიონში. შემთხვევით ვიყავი სოფელში მოსული, მესტუმრე ამისი დედა, ისეთი ქალბატონი ენაწყლიანი და გემრიელი და მაღალი ბუნების ქალი, რომ ვერ მოვშორე. შვილი მყავს სასწავლო და მე მეგონა რაღაცა განსაკუთრებული შვილი ყავდა. არ მომასვენა სახლიდან ვერ გავდენ ეს ქალი. მე მიხარ ქალბატონო, მე ბუნდების შეგულებაში ვარ. შემდა იყო ჩემი ძალიო, თორემ მე ვიკლავ თავს ამ სახლში და გადავაშორე ჭიშკრიდან გემხედა კიდევ დამონდა. ოც არ აღმოჩნდა განსაკუთრებული ეს ბატონი? ეს ქალი იყო განსაკუთრებული. ბატონი? თქვენი საქმრო? ამას აბიცნობია. და ხო აღმოჩნდა? მე მომიყვანა მეორე დღეს და ცოტა არ მინდოდა ახლა ასეთი უცებ კაცო ადამიანს არ მიყვარს, არ ვიცნობ, არაფერი ვიცი მისინი და იმდენ იქნა ამ ქალმა აქედან ჩემებმაც რომ ამისანა კაი ხალი იქნება შენი დედამთილი, მართლა აღმოჩნდა შვილები კარგად გამაზრდია დედიკო და ახლა ისე თქვენ დედამთილზე საუბრობთ და მეუღლე თვითონ მეუღლეს მე მგონი თქვენ განსხვავებული ვერსია გექნებათ ამას. თქვენ რომ მოგვიყვეთ? თბილისში მუშაობდი, მე ხალხებარაგეთში მუშაობდი. დიახ. ახალგაზრდა ჯარდამთავრებული ვარ. ჩემთან მომშოვებას მაგან ისეთი საქმე გააკეთა, რომ საქმე გაგუჭდა. მაისტორია არდა. რო შევხვდით ერთმანეთს ის უთხარი. ხო, მაშორეული ამბავი. და სკამი არა შვილო. ახლა ჩამოვედი სახლში და ისე გავბრუნდებოდა. ახალი ცეხი უნდა გავაკეთო. დიახ. ხოდა? რაცა ლაპარაკია სახლში, ჩემი და ისიძე და ჩემი საქმე რაღაცა. ჩემს ისე წევიდე თუ სიძახადა ამის მეზობელი. დიახ. და იყო იქებული და წევიდე და ვიკეიფოთო. საერთოდ თბილისში წავალ მე იგი წამეყვანეს. ვიკეიფე და იგი და გავაწყვეტ მაგინ ერთი მოვიდა. თუ მაგენია საქმესაც მე არაფერზე არ ვარ. აი ოდღასტის საცხა დავლათურე იგა ხინჩელას ვაყოდენ თუ რაცხა დინარეში იმკაც ამის ნათლიასას უნდა ვნახოთ ერთმანეთი ახლა შევა და შეშაზი დავდაი და იხალხი გესურაი და გვიან გადაყვაიჯა და შეგრა ამ საქმეზე ლაპარაკი რომ ანუ თქვენ საქმის კურსში არ იყავით რა ხდება? არ ვფიქრობდი. ახალგაზრდა სიყვარული 26 წელს სამუშაოზე ვფიქრობდი, რომ ცეხები გამეკეთებია თბილისში და დილომში მაშინ ერთი სახლიც არ იდგა. იბერიაში. შეიგნა ლაპარაკი აქ იგი და ბოლოს წევიდა მოწონებაზე საქმე. და მოგეწონათ? აი პუნჩურა მოგოიყო წელზე მარა. აკანი კონდარა და შეგოდეს ასაც არჩევდა და ამეშე ზაღლაკის ქორონა აზრე ხარ მე დღეს კორაში წავალ მე და ჩვენ მე ვლაპარაკობ მეთქი უხარ და აი და წავედი შუქი არ იყო მაშინ შუქი არ იყო ალა შევედი ცეცხლიან და ლაპარაკდა შუქი ახლა აზრდა და არჟე იგი ჯოკო
აი კუნჩულა გოგოა. კუნჩულა. ხარი. აზრის ხარ შემედგო ხარი. შევთანხმდით მოკლედ რომ არაფერი წინააღმდეგობა არ ქონია? რატი აღება ხარ? სამ დღე გამაჩერე იქ მომიშნაში. თუ შენაცადი. ესაც ამილოდი გაზო. თბდალე ვაი? აბდალე. აიჩი. საბოლოოდ გაამართლა ამბავმა. რა თქმა უნდა, შეთანხმებული ვართ 55 წელში შევხვდით და მოვდივართ სიტყვოდ, გემრიელად, შვილები გავზარდეთ, მოყვარულს გამსახურეთ, მოხუცები კარგი გვყავდა ოჯახში, თბილი, გემრიელი კაციც, მამამთილის ისაა, რაც აგვაქვს ახლა ეგრე გაკეთებული სახლი, ყველაფერი, ხელოსანი კაცი. და ერთმა შვილმა როდესაში დაამთავრა ასპირანტურა, ახლა თბილისში ცხოვრობს. მეორე იცით ალბათ მეუფიას გურიის. არ იცნობთ? ხო. ძალიან კარგი. ბედნიერად გრძნობთ თავს. მე მგონი ბატონიც იგივეს ფიქრობს. კი, ნამდვილად. არა, უკეთესი ურთიერთობა არ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ახალ გაცნობილები შევხვდით. დღეს რო ამბობენ უსიყვარულოდ არ შეიძლება ოჯახი შექმნო. შეიძლება თურმე. თუ ერთმანეთს გაუგებს ცოლი და ქმარი.